ქართული ოცნება აქციებს კი არ შლის უბრალოდ, არამედ ის ჯის ადამიანებს ქიმიური საშუალებები შერეული იყო წყლის ჭაობში. ფიგურირებს ერთ-ერთი ნივთიერება, რომელიც არის ტრიქლორეთილენი. ტკივილი და ტანჯოგანიცის ამ ადამიანებმა მხოლოდ პროპორციული პასუხისუფლება გააჩნია ნებისმიერ ხელისუფლებას. სპრაპერის შემდეგ ასეთ საგანმანათლებლო. ზუსტად ეს არის ქიმიური იარაღი. სუსის გამოძიება არ არის გამოძიება. BBC-ის ფილმში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო კრამიტი. აუცილებლად პასუხს აგებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ეს საქმეც წასვებია სტრასბურგში. დაგვიმტკიცონ, თუ არა აქვთ პრობლემა, გახსნან ყველა დოკუმენტი. BBC-ის გამოძიებაში არსებული მასალა არის არა უბრალოდ ჟურნალისტური მასალა, არამედ თუ იურიდიული თვალსაზრისით შევხედავთ, არის აბსოლუტურად საკმარისი ვამტკიცოთ ნებისმიერ სასამართლოში, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა აკრძალული ქიმიური შენაერთი. იმიტომ რომ ამ გამოძიებაში არის არა მხოლოდ რაღაცა ჟურნალისტური ანალიზი, არამედ არის რამდენიმე მამხილებლის ჩვენება, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს. ასევე არის სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანების დასკვნები, მაგალითად ლაშა შერგელაშვილის ან ირაკლი შაიშმელაშვილის, რომლებსაც ექსპერტული ცოდნა აქვთ ამ საკითხების და თავად იყვნენ ამ სისტემის ნაწილი. და მესამე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კლინიკური დასკვნა, აბსოლუტური შეცდომა, როდესაც ამბობენ, რომ მაინც და მაინც ლაბორატორიული კვლევის შედეგები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ესეთ საქმეს იურიდიული მტკიცებულების ძალა ქონდეს. ლაბორატორიული კვლევის აბსოლუტური ექვივალენტი არის კლინიკური კვლევის შედეგი ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლოში, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და BBC-ის ეს მთელი ანალიზი ჩემთვის არის საკმარისი იმისთვის, რომ დიდი ალბათობით თქვა, რომ ივანიშვილმა გამოიყენა აკრძალული ქიმიური შენაერთი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მეორე, რაც მაფიქრებინებს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ეს მართლაც ჩაიდინა, არის თავად რეჟიმის წარმომადგენლების რეაქციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე. ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები, ის რომ 5-6 დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს ასეთმა თავხედმა რეჟიმმაც კი, რომელსაც პასუხი აქვს აბსოლუტურად ყველაფერზე, ვერ შეძლო, რომ წყობრი გზავნილი დაელაგებინა ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ამიტომ BBC-ის გამოძიება და პლუს რეჟიმის წარმომადგენლების რეაქციები ამ გამოძიებაზე მაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით ივანიშვილმა ჩაიდინა საერთაშორისო დონის დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა ის, რისი დიდი ეჭვიც ჰქონდა, რომ წყლის ჭაობში, რასაც დემონსტრაციის დასაშლელად იყენებდნენ, გამოყენებული იყო ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც გრძელვადიან ზიანს აყენებდა ჯანმრთელობას. მართლაც ასე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩანს სწორედ ასეთი ნივთიერებებია დასახელებული ამ გამოძიებაში, რომელმაც გამოიწვია ის ზიანი, რაც მოქალაქეებმა მიიღეს ამ აქციების დაშლის დროს. გვაფიქრებინებს ამას ისიც, რომ მიუხედავად ქართული ოცნების დამოკიდებულებისა ნებისმიერი კრიტიკის ან ფაქტის მიმართ, ამ შემთხვევაში მათ ვერ შეძლეს ეგრეთ წოდებული ერთიანი message box-ის ჩამოყალიბება და ხშირად საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდნენ. იძულებულიც კი გახდნენ, რომ ეგრეთ წოდებული გამოძიების ინსცენირებაც მოეწყოთ და შესაბამისად გააკეთეს ის, რომ თითქოს დაიწყეს გამოძიება, ვინაიდან გამოსავალი აღარ დარჩა და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა სწორედ ასე შეეცადნენ. ფაქტია ერთი რამ, რომ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ქიმიური შენაერთები, რომლებიც აკრძალულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ის აუცილებლად პასუხს აგებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. არა BBC-ის გამოძიება, არამედ რეჟიმის რეაქციები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოს, რომ რეჟიმმა ჩაიდინა დანაშაული. რა ვიცით დღეს, რაც თვითონ აღიარეს ის, რომ გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, გამოიყენეს აკრძალული ნივთიერება, შეურიეს ის წყლის ჭაობში და შესაბამისად ადამიანებმა მიიღეს გრძელვადიანი დაზიანებები. რა არის ქიმიური იარაღი? ზუსტად ეს არის ქიმიური იარაღი, როცა შენ იყენებ თუნდაც დაშვებულ ნივთიერებას, მას ურევ წყლის ჭაობში,
მას ულევ გამხსნელს და შესაბამისად იღებ გრძელვადიან შედეგებს, რომელიც შემდგომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იწვევს, რაც უკვე არის დოკუმენტირებული და ასევე გვაქვს უამრავი კადრი, გვაქვს უამრავი ვიდეო მასალა, რომელიც ამას ამტკიცებს და გვაქვს უამრავი ადამიანის მტკიცებულება, რომ ეს დაზიანებები იყო გრძელვადიანი და არ დამთავრდა მაშინ, როცა მათ დატოვეს ტერიტორია. თუმდაც CS ყოფილიყო გამოყენებული, არ ვიცით რა რაოდენობის იყო გამოყენებული, არ ვიცით რამდენი იყო გამხსნელი, რომელი გამხსნელი, აერიათ კოდები, ანუ მათი პროპაგანდაც კი არეულია message box-ში, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული. BBC-ს საგამოძიებო დოკუმენტური ფილმი, რომელიც გამოვიდა ცოტა ხნის წინ, კიდევ უფრო ამძიმებს იმ სურათს, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთის გვერდ ლაპარაკობდით ერთი წლის წინ, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო მისიებიც იყო, შემსწავლელი მისიებიც იყო ჩამოსული, ევროპის წარმომადგენლობრივი კონსორციუმისგან შემდგარი დოკუმენტატორების, სასამართლო სამედიცინო ექიმების, იურისტების, მაშინვე გამოითხოვა ამ კონსორციუმმა უბრალოდ მიმართა შესაძლოა მოთხოვნით, რომ წარედგინა თუ რა ნივთიერებები იყო გამოყენებული, მაშინვე დაიწერა მათ ანგარიში, რომ ელემენტარული წყლის გამოყენება ამ ტემპერატურაში უკვე ესადაგება არასათანადო მოგებას და მაშინვე მათ ხაზი გაუსვეს, რომ რაღაცა ნივთიერება იყო გარეული. გარდა წამებისა, რომ დავაკვირდეთ BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, ალის ედვარდსი, ვინც არის გაეროს სპეციალური მასწავლებელი წამებაზე, ის საუბრობს, რომ წამების რუბრიკით უნდა მოხდეს აი ამის გამოძიება, რადგანაც წამების მდგენელები რა არის, ხო წამების დარეგულირება საერთაშორისო სამართალში. ერთი ეს არის მიზანმიმართულობა და განზრახვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და მეორე ტანჯვის მიყენება ადამიანისთვის, ვინც განიცდის ამას. სწორედ აი ამ სურათს ხედავთ ამ დაუდგენელი ნივთიერების გამოყენებით, განზრახი იყო მიმართული და აქციის სპეციალური საშუალების გამოყენება მიზანი უნდა იყოს დაშლა და არა ტკივილის მიყენება ადამიანებისთვის. განზრახი იყო გამოყენებული და ტკივილი და ტანჯვა განიცადეს ამ ადამიანებმა გრძელვადიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება განიცადეს, ხო? სწორედ ამიტომ ლაპარაკობს გაეროს სპეციალური მასწავლებელი, რომ ეს უნდა განხილულ იქნეს წამების დარეგულირება რუბრიკაში. შარშან 2025 აპრილში 12 არასამთავრობო ორგანიზაციამ დავდეთ ერთიანი კვლევა, რომელიც იკვლევდა მთელ ამ პატერს ადამიანის უფლებების დარღვევების რაიმკიდან მოყოლებული თემების ჩათვლით. იქაც სპეციალური თავი ეთმობოდა ამას, სპეციალურ საშუალებებს და განიხილებოდა თუ რა უფლებებია დარღვეული. მაშინაც მოვითხოვდით, ასე ვთქვათ, ამ ინფორმაციის გამოთხოვას შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ეს ინფორმაცია ვერც მაშინ მივიღეთ და ამ ყოველთვის ფონზე, რომ სულს 5 დღეში გამოიწია ის თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, იმ არარსებული ნდობის ფონზე, ხო, საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვიცით, რომ ასობით ადამიანი იყო ნაწამები, დაზარალებულნი არიან მათ შორის ცნობილები ნაწილი ადამიანებისა, ერთი გამოძიებაც არ დაწყებულა, ერთი ადამიანიც არ დასჭილა. იმის ფონზე თუ რა საკანონმდებლო ჯოჯოხეთი მივიღეთ, ხო, დეკემბრიდან მოყოლებული და როგორ იმეორებს ის საკანონმდებლო შეზღუდვები, რაც ჩვენ გვაქვს იმას, რაც ხდებოდა ბელორუსში 2020 წლიდან 2021 წლიდან. ამ ყოველთვის ფონზე ნული არის ნდობა სუსის მიმართ. შესაბამისად ეს 5 დღიანი გამოძიება, როგორც დაადგინეს რა იყო და ამხილეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ძალიან რამეში გაიბლადა თითქოს რამდენი ზუსტობა იყო თვითონ გამოძიების პროცესში. და თუნდაც ის აღიარეს, რომ ქიმიური ნივთიერება შერეულია წყალში. და შერევა უკვე ასე ვთქვათ, დანაშაულების ნიშანს შეიცავს, ეს უკვე თავადაც აღიარეს, ასე ვთქვათ. კამიტის გარდა მეორე ნივთიერებაზე იყო იქ საუბარი BBC-ის გამოძიებაში, რაც
არანაკლებ რომელსაც ასე თქვა თანამდებობებით საუბრობდა ეს პროფესორი, რომელიც აი ამ დოზით გამოყენება წყლის ჭაუში მაღალი წნევით მისი გამოყენება ძალიან მძიმე ჯანმრთელობის შედეგები ჰყავს ადამიანისთვის კარდიოვასკულარული სისტემის პრობლემები, ნერვული სისტემის პრობლემები, ღვიძლის, კანცეროგენის არის ეს ნივთიერება შესაბამისად არ გვაქვს ჯერ გაცნობიერებული და დანახული ზიანი, რაზიანიც მიადგათ ადამიანებს ამ ნივთიერების გამოყენებით. და გარდა ამისა, თუნდაც ის მოსახლეობა, ვის ცხოვრობს უპირველეს შტაბზე მიმდებარე ტერიტორიებზე, ვისაც შეხება არ ჰქონიათ საპროტესტო აქციებთან არც დაშლაში მოყოლან, ისინი კვირების განმავლობაში სუნთქავდნენ ამ ნივთიერებებით გაშლილ ასე თქვა ჰაერს. რაც დაზუსტებით ვიცით, არის ის, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც დაიწყო ფართომასშტაბიანი აქციები, ადგილი ჰქონდა ადამიანების წამებას და წამებასთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებები შეგროვებულია არაერთი ორგანიზაციის მიერ, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის მიერ, ეს გამოქვეყნებულია ეს მასალები და ამასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ ჩატარებულა არავითარი ეფექტიანი გამოძიება, რომელიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას გამოკვეთდა და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უზრუნველყოფდა. ეს არის დაზუსტებით არსებული გარემოებები, რომ წამება იყოს სისტემური ხასიათის, ამასთან დაკავშირებით მათ შორის საუბრობდა სახალხო დამცველი და საკუთარ ანგარიშშიც ეს გარემოებები ასახა. BBC-ს ფილმმა რა სიახლეც შემოიტანა ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით, ეს ეხება უშუალოდ ქიმიური ნივთიერების გამოყენებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და BBC-ს ფილმში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო კამით. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღნიშნოს აუცილებლად ერთი გარემოება, რომ ზოგადად წყლის ჭაუში რაიმე ტიპის ნივთიერების შერევა და ამის გამოყენება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ არის ადგილობრივი კანონმდებლობითაც დაუშვებელი. ბოლო დროს ხშირად ისმის ხოლმე, რომ თითქოს მინისტრის ბრძანებით ეს საკითხი ამგვარად წესრიგდება, რომ ზოგადად წყლის ჭაუში შესაძლებელია ქიმიური ნივთიერების შერევა და ამ ფორმით გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, მაგრამ პრობლემა აქ რამდენიმე შრეზე შეიძლება დავინახოთ. პირველი ეს ეხება უშუალოდ ზამთრის პირობებში, როდესაც მათ შორის ტემპერატურა ძალიან დაბალია, წყლის ჭაულის როგორც სპეციალური საშუალების გამოყენება რამდენად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში და ამასთან დაკავშირებით არსებობს შეფასებები, რომ როდესაც ტემპერატურა დაბალია, წყლის ჭაულის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არ უნდა იყოს დაშვებული და შეიძლება ამ პრაქტიკას მიყვებოდეს სახელმწიფო. მეორე, ზოგადად წყლის ჭაუში რაიმე ტიპის ნივთიერების შერევა არის პრობლემური, იმიტომ რომ ის რჩება ადამიანის ტანსაცმელზე, ასევე სხეულზე და მას შესაძლოა ჰქონდეს უფრო ხანგრძლივი ეფექტი, ვიდრე ექნებოდა მხოლოდ წყალს. და მესამე, ზოგადად ჩვენ რა არ ვიცით ამ ეტაპისთვის, რომ კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული წყლის ჭაუში შესაძლებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც აქცია მიმდინარეობდა და აქციის დარღვევის პრაქტიკას ვხედავდით თითქმის ყოველდღიურად იმ პერიოდში ნოემბერ-დეკემბრის დასაწყისში ნოემბრის ბოლოს აქ თავიდანვე გაჩნდა ეს შეკითხვები, რომ რა ნივთიერება იყო შერეული, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა ქონოდა ზუსტი პასუხები. თუმცა ამ პასუხებს საზოგადოება დღემდე ეძებს, იმიტომ რომ ეს პასუხები ამ დროისთვის არ არის დამაჯერებელი, რომელიც სუსმა გააჟღერა. ერთი მხრივ, იმიტომ რომ ეს იყო ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებები, რომელიც BBC-ს ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ყოფილმა მინისტრმა თუ მოქმედმა მინისტრმა გააჟღერეს, ურთიერთშეუსაბამო იყო ეს განმარტებები და ესეც დამატებით კითხვებს აჩენდა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რომელი ნივთიერება იყო გამოყენებული. რომ შევაჯამო, ზოგადად წყლის ჭაუში რაიმე ტიპის ქიმიური ნივთიერების შერევა არის უკვე პრობლემა და ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ცალსახად ჩანაწერი, რომელიც იტყოდა, რომ წყლის ჭაუში ქიმიური ნივთიერების შერევა ზოგადად დაშვებულია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. მეორე, კონკრეტულად რა ნივთიერება იყო შერეული წყლის ჭაუში, ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი ამ დროისთვის არ აქვს გაცემული და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოება იცოდეს კონკრეტულად რა ნივთიერების გამოყენება მოხდა მათ წინააღმდეგ. შეიძლება
დღემდე ზოგიერთი ადამიანი განაგრძობს მკურნალობას და მას სჭირდებოდეს ზუსტი მონაცემები, ინფორმაცია იმ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. სოფლიოში არ არსებობს არც ერთი საგამოძიებო სისტემა და უწყება, ყველაზე უფრო დახვეწილი და მოქნილიც კი, რომელიც ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს გამოიძიებდა 4 დღეში. ესეთი ტიპის საგამოძიებო სისტემა არ არსებობს. სუსი გვეუბნება, რომ 4 დღეში გამოიძია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტი, რაც რა თქმა უნდა არის ტყუილი. ქიმიური იარაღის გამოყენება ხალხის წინააღმდეგ არ არის რაღაცა იზოლირებული ცალკე ეპიზოდი. ეს არის ნოემბერი-დეკემბრის დღეებში ქართველი ხალხის სისტემური წამების ერთი ეპიზოდი. იქამდე იყო პოლიციის მინივენებში 400-მდე ადამიანის სისტემური წამება, ჟურნალისტების თავებზე მოხტუნავე ქართული ოცნების დაქირავებული ტიტუშკები, პოლიტიკოსების, აქტივისტების სახლებთან მათი სიკვდილამდე ცემის ფაქტები, ასობით ქალის ღირსების შემლახავი მოპყრობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში. არც ერთი ეს საქმე ქართულ ოცნებას არ გამოუძიებია. არც ერთი ადამიანი არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ სისტემური წამების ფაქტების გამო. როგორ უნდა დაიჯეროს ვინმემ, რომ წამების ეს ნაწილი ქართულმა ოცნებამ არ გამოიძია და მაინც და მაინც ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტი გამოიძია, ისიც 4 დღეში. ამას ხო არავინ არ დაიჯერებს. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო მაღალ პროფესიულ მიუკერძოებელ გამოძიებას. ეს გამოძიება შესაძლებელია ჩაატარონ როგორც ცალკეულმა ქვეყნებმა და შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, რომელმაც ექსტრატერიტორიული დანაშაული ჩაიდინა. ასევე შეიძლება გამოძიებაზე პასუხისმგებლობა აიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ბევრია ასეთი. ასევე შესაძლებელია მაგალითად ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუტმა შექმნას სპეციალური ფაქტების დამდგენი კომისია, რისი პრაქტიკაც საქართველოში არსებობს და მათ გამოიძიონ, მაგრამ რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ სუსის გამოძიება არ არის გამოძიება და ჩვენ გვჭირდება მიუკერძოებელი მაღალპროფესიული კომპეტენტური და რაც თავარია სანდო საერთაშორისო გამოძიება. საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობა დგება იმიტომ, რომ ქართული ოცნება მთელი ამ ხნის განმავლობაში აჩვენებს, რომ არ არსებობს არც ერთი საქმე, არც ერთი სამართალდარღვევა, რომელიც ძალოვანმა სტრუქტურებმა ან ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განახორციელეს ამ პროტესტების განმავლობაში, რომელიც გამოძიებულ იქნა. თავად ის ფაქტიც, რომ ესეთი მნიშვნელოვანი რამ BBC-მ გამოიძია და არა პროკურატურამ, თავიდანვე მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები დიდი ხანია უზურპირებულია ერთი პარტიის მიერ და ეს ინსტიტუციები აღარ გამოხატავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ემსახურებიან ერთ პარტიას და კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, თავიდანვე არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ეს გამოძიება ჩვეულებრივი შირმა იყო და ისედაც შეუძლებელი იყო ასეთ მოკლე ვადაში ისეთი დასკვნის დადება, რომელიც მათ დადეს და რომელიც სხვათა შორის არც გაასაჯაროეს. ამიტომ საერთაშორისო გამოძიება გარდაუვალია, მაგრამ ეს ისეთი საქმეა, რომლის გამოძიება აუცილებლად მოხდება. უნდა გავაკეთოთ ის, რომ შევაგროვოთ ყველა მასალა, რაც კი დღეს გვაქვს ხელთ, შევაგროვოთ ყველა იმ მოწმის პასუხები, ვინც იყო იმ დღეს დარბევების დროს, თუმცა ამას დაემატა ახალი ელემენტები, რომ 20 წელსაც კი იყო ესეთი ტიპის დარღვევა და იყო გამოყენებული, ანუ ეს გრძელვადიანად ხდება, ანუ რაც რეჟიმი იწყებს დარბევას ადამიანების, ის არასწორად იყენებს ქიმიურ ნივთიერებებს, რაც უკვე არის ძალიან დიდი დანაშაული. პირველი ჩვენ რაც უნდა ვქნას, უნდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მივმართოთ ჩვენ პარტნიორებს იმისათვის, რომ გამოიყოს დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეისწავლის ქიმიური იარაღის გამოყენებას ჩვენ ქვეყანაში მოსახლეობის წინააღმდეგ. და ამის გარდა ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათი გამოძიებული და სასაცილო 5 დღეში გამოძიებული მოვლენები ძალიან სასაცილოა და ბევრად უფრო მეტი კითხვა გაჩნდა იმის მერე, იმიტომ რომ ფიგურირებს ერთ-ერთი ნივთიერება, რომელიც არის ტრიქლორეთილენი, რომელიც არის ძალიან მძიმე კანცეროგენული გამხსნელი, ამიტომ დაგვიმტკიცონ, თუ არა აქვთ პრობლემა, გახსნან ყველა დოკუმენტი
სად იყო, როდის იყო გამოყენებული, რამდენი იყო გამოყენებული და ასე შემდეგ. მაგრამ კიდე ერთხელ მინდა აქ ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, სულ რო ყოფილიყო დაშვებული ნივთიერებები გამოყენებული. 6 დღის მანძილზე CS-ის გამოყენება, გამხსნელთან და წყლის ჭავლთან ერთად მისი გამოყენება, ეს უკვე არის დანაშაული და ადამიანის წამება, რაც აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად მიმართავთ აუცილებლად საერთაშორისო საკონტროლო მექანიზმებს. მნიშვნელოვანია, რომ ფაქტების გამოკვლევის საერთაშორისო მისიები ჩამოგვიდეს და დადგინდეს, რაში არის ასე ვთქვათ სიმართლე. 9 აპრილის შემდეგ ასეთ სამი არ მოგდა, რომ ქიმიური ნივთიერება გამოიყენა სახელმწიფომ, მაშინ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო იყო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. შესაბამისად, თანმიმდევრულად ყველა ზონას მიმართავთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ნათელი მოეფინოს იმას, რა მოხდა და პასუხი აღგონ უბრალოდ ქიმადამიანებმა, ვინც ეს დანაშაული ჩაიგდეს. ძალიან სერიოზული დანაშაულია ქიმიური ნივთიერებების არარეგულირებული ქიმიური ნივთიერებების რაღაც საეჭვო ქიმიური ნივთიერებების გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ანგარიშგამოწმების საერთაშორისო წამების საწინააღმდეგო კონსორციუმმა დაწერა საერთოდ წყლის გამოყენება ამ ტემპერატურაში არასათანადო მოპოვება შეიძლება ვითოლდებოდეს, სადგან -1-დან +2 გრადუსამდე იყო იმ ანგარიში წერია. და აბსოლუტურად არამიზან შეწონილი ამ ტემპერატურაში წყლის ჭალის გამოყენება მოქალაქეების დასაშლელად. დაუბრუნდები ასე სუსის გამოძიებას, რომელიც მათ დაიწყეს და თავიდანვე საჭირო იყო, როდესაც ორი მუქლი დასახელდა, და აი ამ ორი მუქლის ფარგლებში დაიწყო გამოძიება სუსმა, თუმცა ცალსახა იყო, რომ ძირითადი გამოძიება გაგრძელდებოდა იმ ნაწილში, რა ნაწილში დღეს გაგრძელდა და აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დასრულდებოდა იმ შედეგებით, რა შედეგებითაც დასრულდა ძალიან მოკლე ვადაში, ეს იყო 5 დღე, 5 დღის ვადაში გამოძიების შედეგები სუსმა წარმოუდგინა საზოგადოებას, მაგრამ აი ამ პრესკონფერენციას და გამოქვეყნებულ განცხადებას ასევე მოყვა ბევრი შეკითხვა. ერთი მხრივ იმიტომ, რომ აქ სრულყოფილი სურათი არ იყო წარმოდგენილი, არ იყო მაგალითად კონკრეტული მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ ეს გამოძიება მართლაც ეფექტიანად სწორად სრულყოფილად ჩატარდა. მეორე მხრივ შეიცავდა უზუსტობებს გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებითაც ან არასრული მონაცემები იყო წარმოდგენილი, აი მაგალითად დაზარალებულების რაოდენობასთან დაკავშირებითაც, მაშინ როდესაც დაზარალებული შესაძლოა იყოს არა მარტო ის პირი, რომელიც კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა, ასევე შეიძლება იყოს პირი, რომელიც თვითმფრინავთან ან საკუთარი ფეხით მივიდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იქ არ გადაუყვანია. და ჯანდაცვის სამინისტროს ეს მონაცემები ჩვენთვის გამოგზავნილ პასუხში არ ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ 2025 წლის დასაწყისში გავხსნა პასუხი, რომ მათ არ ჰქონდათ მონაცემები თვითმფრინავით რამდენ პირს დაჭერდა საავადმყოფოში მისვლა და რამდენ მათგანს აღენიშნებოდა ინტოქსიკაცია. ამიტომ მონაცემები, რომელიც დაზარალებულების რაოდენობის შესახებ გააჟღერა სუსმა, ესეც იყო არასრული და ის არ შეიძლება ასახავდეს რეალურ სურათს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება რეალურად არ დაინტერესებულა, რომ სიღრმისეულად იკვლია მართლაც მოხდა თუ არა აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენება საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ და ამ საკითხებთან დაკავშირებით ეს კითხვები ღიად რჩება. შესაბამისად, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჩნდება ხოლმე დამატებით საჭიროება, რომ ჩატარდეს გამოძიება სრულყოფილად და თუ ეს შეუძლებელია ქვეყნის შიგნით, ამ დროს საუბარი ის მიმართულებითაც, რომ ხო შეიძლება საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმების ფაქტების შემსწავლელი მისიების ფარგლებში უფრო მეტი დეტალის გაგება და ეს ძიება რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული ნამდვილად საჭიროა და დროული ამაზე ფიქრი რა შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმი, თუმცა დამატებით რაც ახლაც ჩანს რომ შეიძლება გაკეთდეს, ეს არის რა თქმა უნდა ამტკიცებულებების შეგროვება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, ასეთი ტიპის
ფაქტების გამოძიება უფრო და უფრო რთული ხდება, იმიტომ რომ მტკიცებულებების მოგროვება დროის გასვლის შემდგომ რთულდება. ამიტომ ამ ეტაპზე რაც მნიშვნელოვანია რომ გაკეთდეს, ეს არის მტკიცებულებების შეგროვება, მისი ანალიზი და აი ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემდგომ სტრატეგიების დასახვა საერთაშორისო მექანიზმების გამოსაყენებლად, მათ შორის აქ იგულისხმება ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც დაზარალებულებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სტრასბურგის სასამართლოში იდაონ ამ ფაქტებთან დაკავშირებით და მოითხოვონ შესაბამისი ანაზღაურება იქნება თუ ზოგადად კონკრეტული დარღვევის შესახებ მსჯელობა და შემდგომ დარღვეული უფლების აღდგენა სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით. ყველაზე უფრო მთავარი, რაც განასხვავებს საპროტესტო აქციების დარბევას საქართველოში დასავლურ ქვეყნებში აქციების დაშლის პრაქტიკისგან არის შურისძიების კომპონენტი. იმიტომ რომ ქართული ოცნება აქციებს კი არ შლის უბრალოდ, არამედ ის სჯის ადამიანებს ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლისთვის. ეს გამოიხატება როგორც პოლიციის მინივენებში ადამიანების წამების ფაქტების გამოუძიებლობაში და ადამიანების წამებაში ზოგადად, ასევე ეს გამოიხატება შესაძლო ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტში ქართული ხალხის წინააღმდეგ და ზოგადად ქართული ოცნება არის სადამსჯელო რეჟიმი. მისი ამოცანა ის კი არ არის რომ რაღაცა კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთოს. მისი ამოცანა იყო და არის მშვიდობიანი პროდასავლური პროევროპული დემონსტრაციების სადამსჯელო მეთოდებით დაშლა, რაც რა თქმა უნდა უთანაბრდება წამებას ხშირ შემთხვევაში. ყველაზე უფრო მთავარი, რასაც სამართლებრივ სახელმწიფოში რა პრაქტიკაც არსებობს, ეს არის აუცილებლობის და პროპორციულობის ტესტის გავლა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიებისას. ანუ აქციები უნდა დაიშალოს მარტო მაშინ, თუ ეს არის აუცილებელი და მხოლოდ იმ მეთოდებით, რომელიც არის პროპორციული. მაგალითად, ევროპოლის სტანდარტით, როდესაც შეკრება მანიფესტაციის მონაწილეების რაღაც ნაწილი შესაძლოა გასცდეს მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს, პოლიციამ უნდა გაანეიტრალოს ეს ჯგუფი, ხოლო დემონსტრანტების დარჩენილ ნაწილს უნდა მისცეს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. რას ვხედავთ ხოლმე საქართველოში? საქართველოში ვხედავთ ადამიანების წამებას, უმოწყალო ცემას, სახლებთან დახვედრებს, რაც რა თქმა უნდა შურისძიების ნაწილია და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რაც რა თქმა უნდა პრინციპულად განსხვავდება დასავლური პრაქტიკისგან და არის პირდაპირ რუსულ-ბელორუსული პრაქტიკის გაგრძელება. პრობლემა აქ ნებისმიერ სამართალდამცავ სისტემას. არ არსებობს სამყაროში სამართალდამცავი სისტემა, რომელმაც არ შეიძლება რომ შეცდომა დაუშვას. ოღონდ მთავარი ინდიკატორი დემოკრატიულობისა არის როგორ რეაგირებს ამაზე სახელმწიფო სისტემა. აგებენ თუ არა პასუხს ის ადამიანები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს. მიეცემიან თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ის ადამიანები, რომლებიც სისტემურ წამებას ახორციელებენ საკუთარი მოქალაქეებისა. ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთი ადამიანი საქართველოში არ დასჯილა იმ წამების ფაქტების გამო, რომელიც ჩაიდინა რეჟიმმა ნოემბერი-დეკემბრის დღეებში. არც ერთი გამოძიება ბოლომდე არ მისულა და მთავარი ტესტი საბოლოო ჯამში არის სწორედ ეს, როგორ რეაგირებს სისტემა, როგორ პასუხობს სახელმწიფო ადამიანის უფლებების დარღვევას. დემონსტრაციების დაშლა ყოველთვის ხდება მხოლოდ იმ დროს, თუ კი ირღვევა კანონი. თუ კი კანონი არ ირღვევა, ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იქნას დაცული, სიტყვის თავისუფლება და რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი, პირიქით მთავრობამ, ხელისუფლებამ, ძალოვანმა სტრუქტურებმა ხელი უნდა შეუწყონ იმას, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს მშვიდობიან გარემოში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება გარკვეული ტიპის სამართალ დარღვევა და მხოლოდ პროპორციული პასუხის უფლება გააჩნია ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც მიაჩნია, რომ ის არის თქვა დემოკრატიული და წარმოადგენს ხალხის ნებას. არაფერი მსგავსი ნოემბერი-დეკემბრის განმავლობაში არ ხდებოდა, უფრო მეტიც ქიმიური პრეპარატებით გაჯერებული წყლის ჭავლის გამოყენება მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია იმ სისტემური წამების, რომელსაც ქართული ოცნება იყენებდა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს ვერ ჩაითვლება ისეთ ქმედებად, რომელიც დაშვებული ან მიღებული იქნებოდა ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების მიერ.
ფაქტია, რომ ისეთი დინამიური მოვლენის დროს, როგორც არის დემონსტრაციის დაშლა, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ამის გაკეთება აუცილებელია, ხშირად ხდება, რომ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ცალკეული პოლიციელები არ ღვევენ კანონს, ხდება ძალის გადამეტება. ამ დროს აუცილებელია, რომ მათ გააჩნდეთ ამოსაცნობი ნიშნები, რომ შესაძლებელი გახდეს უკვე მათი იდენტიფიკაცია. შესაბამისად, იმ სასჯელის და იმ ასე ვთქვათ დასჯის გამოყენება, რომელიც შემდგომში აიძულებს პოლიციას და იმ ყველა ძალოვან უწყებას, რომელიც მსგავს პროცესებშია ჩართული, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას კანონი. აი ესე ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შემთხვევაში ასეთი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არც გააჩნდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. სანამ ჩვენ გავხდებით სამართლებრივი სახელმწიფო, აუცილებლად უნდა ჩავატაროთ უამრავი რეფორმა იმისათვის, რომ ესეთი დანაშაულები ამ ქვეყანაში არ მოხდეს. უნდა ჩამოყალიბდეს რესპუბლიკა, სადაც იქნება დამოუკიდებელი სასამართლო. არც ერთი სისტემა არ არის დაზღვეული იმისგან, რომ რაიმე გადაცდომა არ იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს ბალანსი შეკავების და განეიტრალების, იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მიმართონ დამოუკიდებელ სასამართლოს, იმისათვის, რომ ყველა ის დარღვევა, რომელიც შეიძლება იყოს ძალის გადამეტების თვალსაზრისით, იყოს გამოძიებული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება უამრავი რეფორმა და ამისთვის ადამიანები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი პროტესტი და მათი უფლებები იქნება დაცული და გადამეტების შემთხვევაში მათ შეძლებენ მიმართონ სასამართლოს და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება სასამართლოსგან. და ამის გარდა, რაც ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე შეიძლება კონდეს ადამიანებს პროტესტი და მათი ხმის უფლება უნდა იყოს დაცული, როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე მთავრობის მიერ. აქვს ამის უფლება, ასე ვთქვათ, სახელმწიფო დაშლის დემონსტრაცია, ამას აქვს თავისი წესები, რომელიც აბსოლუტურად ყველა წესი დარღვეული იყო, ხო? მასების მართვის პრინციპით არ იყო ეს დემონსტრაციები დაშლილი. თქვათ, ერთ-ერთი პირველი, რასაც ვიტყოდი და ესეც გასაგებია, რომ სპეცრაზმენის სახდომე იყოს დაფარული, რომ საუბარია სამწდებადი და ერთ-ერთი პირველი რაც არის აუცილებელი სავალდებული არის ინსიგნია, ანუ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომლითაც დადგინდება თუ ძალა გადაამეტა, თუ დანაშაული ჩაიდინა, ვინ იყო ამის უკან. ეს არის ერთ უმარტივესი შესრულებადი რამ, რაც შეიძლება სახელმწიფო გააკეთოს. 10 წლეულები ამაზე ლაპარაკი მიდის, რომ კონდეთ ეს აიდენტიფიკაციის ნიშნები, მაგრამ ეს არ ხდება. ეს არის პირველი თავისთავად ხა ის საწამებელი მანქანები და სახელდახელო წინასწარ მოწყობილი ქონდათ და წინასწარ ბრძანება ქონდათ მიღებული რომ თავში უწყით ესა და ესე აგინეთ ეს არ უნდა იყოს ეს თავისთავად დაგეგმილი ამ ანგარიშმა რომელიც შარშანდა საერთაშორისო სამართლებრივ ორგანიზაციებთან და ქართულ ორგანიზაციებთან ამზადეთ ძალიან ცალსახად დგინდება რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი წინასწარ გაწერილი და აქედან გამომდინარე იყო სისტემური ეს არ იყო შემთხვევითი ეს არ იყო ასე ვთქვათ რანდომული რომ ერთად იყო სამაშობლო ის რომ იდენტური იყო ცემის მეთოდოლოგია იდენტური იყო ვერბალური შევაწყების მეთოდოლოგია იდენტურად იყო შიგნიდან მოწყობილი ეს საპოლიციო მანქანები ეს მიუთითებს იმაზე რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია და იმართებოდა ასე ვთქვათ ცენტრალიზებულად ეს საქმეც წასულია სტრასბურგში, ანუ ამ საქმესაც აუცილებლად დადგება განაჩენი ისევე როგორც დადგა ოცნის საქმეზე. სამართლებრივ დემოკრატიულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ასეთი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რომელიც ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში ისმის, გასცემს დასაბუთებულ პასუხს. და დამატებით არ გააჩენს ახალ შეკითხვებს, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენს რეალობაში სუსის მიერ კუთხეში ჩატარებულმა გამოძიებამ გააჩინა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიულ
ქვეყნებში როგორ მოხდებოდა ამ საქმის გამოძიება, პირველ რიგში მოხდებოდა ობიექტური გამოძიების წარმართვა, ყველათა ზარალებულთან გასაუბრება, ყველა მტკიცებულების შეკრება, ყველა ტიპის ექსპერტიზის ჩატარება, რაც ამ ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება და საბოლოო შეფასება იმასთან დაკავშირებით გამოყენებული იყო თუ არა აკრძალული ქიმიური ნივთიერება. თუმცა ამ საქმეში რაც სადავო არ არის ის რომ ქიმიური საშუალებები შერეული იყო წყლის ჭაობში. და ამას თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უარყოფს, რომ ამ პრაქტიკას მიყვებიან, როდესაც წყლის ჭაობში იღებენ რაიმე ტიპის ნივთიერებას. ზოგადად ასეთი ტიპის ნებისმიერი ტიპის ქიმიური ნივთიერების შერევა წყლის ჭაობში არის უკვე პრობლემა და არ შეიძლება რომ ამ ფორმით ხდებოდეს სპეციალური საშუალების გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და ზოგადად ასეთი პრაქტიკის გამოყენება არ შეიძლება დაუშვებელი უნდა იყოს. ყველამ, ვინც თავს არიდებს, რომ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს დაუსვას შეკითხვა, მართლა გამოიყენებდა თუ არა ივანიშვილი ქიმიური არას ქართული ხალხის წინააღმდეგ, მინდა დაფიქრდეს შემდეგ რამეზე, რომ ნებისმიერი პოლიციური საშუალება, რომელიც არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღებაში, გამოიყენება ადამიანების საწამებლად. მაგალითად, რეზინის ხელკეტი, რომელიც ადამიანის შესაკავებლად არის, გამოიყენება ადამიანების უგონოდ ცემისთვის და ამის ვიდეო და ფოტოკადრები არსებობს. ან მაგალითად, რეზინის ტყვიები, რომლის გამოყენებასაც აქვს თავისი წესები, საქართველოს კანონით პოლიციის შესახებ და ასევე ევროპოლის სტანდარტებითაც. პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს, რამაც რა თქმა უნდა შეიძლება რომ ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. ან მაგალითად ხელბორკილები, რომლებიც ადამიანის იზოლაციისთვის და აგრესიის შესაკავებლად არსებობს. გამოიყენება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ იმისთვის, რომ ადამიანები დააბან და შემდეგ უმოწყალოდ ცემონ და ამის ვიდეო და ფოტო მტკიცებულებებიც არსებობს. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც გაზის კაფსულა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დამიზნებით ესროლა თავში, რამაც გამოიწვია შეუქცევადი დაზიანება ადამიანების ჯანმრთელობის. ანუ არათუ წყლის ჭავლი და მასში გარეული ქიმიური ნივთიერებები, ყველაზე უფრო საბაზისო სტანდარტული პოლიციური საშუალებებიც გამოიყენება ადამიანების წინააღმდეგ შურისძიებისთვის და მათი სისტემური წამებისთვის. რატომ არ გამოიყენებდა ივანიშვილი ქიმიურ აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას ხალხის დასაშლელად მაშინ, როდესაც სხვა ყველა პოლიციურ საშუალებას იყენებს ადამიანების წამებისთვის. რადგანაც BBC-ს ფილმში ყველამ ქიმიური იარაღზე გააკეთა აქცენტი, თუმცა ფილმი იწყება იმ ახალგაზრდის უმოწყალოდ ცემით, რომელიც დღესაც ძალიან მძიმე ტრაუმის ქვეშ არის და დღეს ის ადამიანი ისე ვეღარ ცხოვრობს, როგორც ადრე ცხოვრობდა, მან მიიღო როგორც ფიზიკური, ასევე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრაუმა. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რატო იყო გამოყენებული ეს ნივთიერებები და რატო იყო გამოყენებული ეს გამხსნელი, იმიტომ რომ ამ თუ გამოიყენეს ეს გამხსნელი, მას აქვს ძლიერი ნეიროტოქსიური მოქმედება, ახდენს მასების ფსიქოლოგიურ შეშინებას, ასევე ხდის მათ დეზორიენტირებულს ტერიტორიაზე და ტოვებს შემდგომ ძალიან მძიმე ფსიქიკურ გართულებებს, რაც შემდგომ მერე წლის მერე ვითარდება. ამიტომ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ქიმიურ იარაღზე, იმიტომ რომ მას აქვს გრძელვადიანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აღენიშნება პოსტტრაუმული სტრესული სინდრომი, შფოთვითი აშლილობა, ძილის დარღვევა, შიშები და ასე შემდეგ, რომელიც განვითარდა ზუსტად ამ დარბევების შემდეგ, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო გაზის გამოყენებით და ასევე იმ ცემით და იმ წამებით, რომელიც იმ ტერიტორიაზე ხდებოდა. და ერთი კიდე რაც აუცილებლად იქნება გამოძიებული საერთაშორისო გამოძიების მიერ, ეს არის რომ ადამიანებს კეტავდნენ იმ ტერიტორიაზე, ესიც არის დარღვევა კონვენციის, როცა იყენებ ესეთ დაშლის მეთოდს, ადამიანებს უნდა კონდეთ საშუალება დატოვონ ტერიტორია,
მაგრამ ჩაკეტვა და მოქცევა დიდი მასის ჩაკეტილ სივრცეში იწვევს ამ ადამიანების ძალიან მძიმე დაზიანებებს. ამიტომ გვჭირდება საერთაშორისო გამოძიება, რომ ყველა ის ფაქტი, რომელიც დოკუმენტირებულია ტელევიზიების მიერ, ადამიანების მონაყოლის მიერ, მათ სამედიცინო ისტორიებით, სამედიცინო კვლევით, რომელიც ჩატარდა, გადაეცეს საერთაშორისო გამოძიებას, რომ იქნას დადგენილი რა იყო გამოყენებული და რა სისტემური დანაშაული ჩაიდინა რეჟიმმა.